ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. ნოემბრის შოუ-ბიზნესური ამბებით ეთერშია პროგრამა ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. ასე რომ თუ თქვენ გსურთ შეიტყოთ საინტერესო სიახლეები იმ ადამიანების შესახებ, ვინც კინოსა და მუსიკის სამყაროში მოღვაწეობს, მაშინ უყურეთ ინფორმატორს. ჯგუფი VIP სულ ახლახანს დააბრუნდა ბელორუსიდან, სადაც მონაწილეობა მიიღო ფესტივალში სახელწოდებით ოქროს შლაგერი. Обманите меня, обманите, и поверьте, поверьте в обман. Обманите меня, обманите, и поверьте, поверьте в обман. Фестивалს ქვია ზალატოს შლაგერი, ოქროს შლაგერი, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება. ბელორუსიაში ქალაქ მაგილევში. რაც შეეხება მოწვევას, ჩვენ ამ ფესტივალთან პირველივე დღიდან გვაქვს ურთიერთობა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ის მაგილევის ფილარმონია, რომელიც არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ფესტივალის. Чтоб не думать зачем, чтоб не помнить когда. Чтоб поверить обману, свободно бездумно. მე შემიძლია ვთქვა, რომ მართლა წარმატებული გამოსვლა ჰქონდა ჯგუფს, იმიტომ რომ პირველად ცოცხლად კი არ იმღეროს, პირველად ცოცხალ ინსტრუმენტებთან ერთად გამოვიდნენ თანამხელა საერთაშორისო ფესტივალზე, ცოტა ესე გვეშინოდა კიდევაც, მაგრამ მესამე ადგილზე გავიდნენ იუგოსლავიელებთან ერთად და იქ რაღაც ფინანსური ჯილდოების გამო გადაწყვიტეს თან აეწყობა რაღაც გარკვეული პოლიტიკაც იყო საქართველოს მიმართ. და ვერ დაგტოვეს რა ყოველ შემთხვევაში ის პრიზის გარეშე, სპეციალური პრიზი დააწესეს ჩვენთვის. ორი მოწვევა საერთაშორისო ფესტივალებზე, როგორც ცალ-ცალკე შემსრულებლების, ეს არის სტელასი და ნათია წასიძის ისევ. ეს რაც საერთაშორისო ფესტივალებს შეეხება და აი ჯგუფ ხარლეისთან ეს ბელორუსის საკმაოდ ცნობილი ჯგუფია, რომელმაც პირველი ადგილი აიღო და სურვა აზარით გაგვისწრო სიმპათიების პრიზზე. ეს თავისთავად ცხადია, რომ აზარით რომ ბელორუსია გაგისწრებს, ესე იგი შენ გეკუთვნოდა ფაქტიურად რა. და ბაბკინას ერთ-ერთი ესეთი განაკვეთი ჯგუფების პოსლე აძინაცი ჯგუფს ესე ქვია, საკმაოდ სერიოზული ჯგუფი არის. აი ამ ორ ჯგუფთან ერთად ვიწყებთ ახლა ერთობლივ პროექტებს რა. დეკემბერს გაიმართება გვანცა ჯანაშიას კოლექციის ჩვენება, რომლის უდიდესი ნაწილიც უკვე მზად არის. ყველაფერს ამ ჩვენების შესახებ თავად გვანცა გვეტყვის. ნეტა იბსიაში თუ მოხდება დაბადიჟებულების თქო მაინტერესებს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ პირველი ჩემთვის არ არის, მე მქონდა გაკეთებული ადრე, მაგრამ ეს იყო ძალიან ადრე 93 წელში, მაგრამ რაც მე ესე ოფიციალურად მაქვს უკვე ჩემი სალონი, ეს პირველი კოლექცია. თემა არის ჩემი ჩვენების სკანდინავიური მითოლოგია. და ბევრი რაღაცები მაქვს გამოყენებული. მაქვს გნომებიდან თემა არის გნომები, ელფები,
ასევე რადგან სკანდინავიასთან გვაქვს შეხება ვიკინგების თემაც. ეს არის ზამთრის კოლექცია. ძალიან მღელავ, ნამდვილად ძალიან მღელავ, ვფრთხილობ ყველანაირად, ვცდილობ რაც შემიძლია და მე იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი ნერვიულობა და ეს მთელი ჩემი ემოციები იქნებ სასარგებლო იყოს ჩემთვის, რომ ხალხს მოეწონოს და კრიტიკაც იყოს დადებით დამაკმაყოფილებელი მაინც. ის მოვიდა ნახე ისე იჭერს ძალიან კარგად. მოდი ჯერ არ გავაკეთოთ ერთი ცალი ეს იყო. მოვაჭერ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.